რა მდგომარეობაშია ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ტბები ჩვენი ჟურნალისტი დაინტერესდა არდაგნისა და ნურიგერის ტბების ეკოსისტემით. Როგორც გარემოს დამცველები მიიჩნევენ, აუცილებელია სახელმწიფომ ტბებისა და არხების გასუფთავების სტრატეგია შეიმუშაოს. მერიაში კი ფიქრობენ, რომ სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების ეტაპობრივად გამიჯვნა უნდა მოხდეს. ნინი ხარშელაძე მოგითხრობთ. ტემპერატურის მატებასთან ერთად ქალაქში არსებული ტბების წყალსაცავებისა და არხების დასუფთავება აქტუალური ხდება. მსგავსი წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ანტისანიტარიასა და სუნს უჩივიან. ისინი ეჭვობენ, რომ პრობლემა ასეთ უბნებში ტურისტებსაც დააფრთხობს. ეს დღევანდელი პრობლემა არა, ეს დიდი ხნის პრობლემაა. დაიწყეს კანალის გაკეთება და ვერ დაამთავრეს. ფული გაიხარჯა, გაიფლანგვა, არ ვიცით. ბავშვებს უფრთხილდებით რომ არ ჩავარდნენ კანალში. უთუმეტეს ეხლა ეს რო არ წამოწეულია პლიტები აქ. ჩავარდ ალმატურები ჩანს, ყველაფერი ჩანს. სუნის დგას და ტურისტებსაც უშლის ხელს და ადგილობრივ მოსახლეობასაც. გარემოს დამცველი რამაზ მიქელაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ტბებისა და არხების გასუფთავების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება დაიწყოს. მისი აზრით, ცალკე პრობლემას ქმნის უკანონო კანალიზაციების არსებობა, რომელიც პირდაპირ ტბაში ჩაედინება. 60% დღეისათვის ქალაქის არაკანალიზებული რჩება, ადგილი აქვს სანიაღვრე სისტემებში უკანონო ჩართვებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია პრობლემები ტბებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით არდაგანის ტბასთან დაკავშირებით, საიდანაც კოლექტორიდან დიფუზურად შეუნავს პირდაპირ ფეკალური მასები ტბაში. ტექნიკურად უნდა იქნას შესწავლილი და შესაბამისად გამოსავლის გზები მოძიებული. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ტბებსა და არხებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ შემთხვევაში ბათუმის წყალი ასუფთავებს, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროდ თვლიან სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების ეტაპობრივად გამიჯვნას. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სრულად გამიჯვნა მოხდება ამ სისტემების. ტბა რა თქმა უნდა არ არის კანალიზაციის ჩასადინებელი ტერიტორია, ჩვეულებრივ კანალიზაცია შეიკრიბება მთელი ეს მასა და ადლის გამწვენი ნაგებობის ბაში სათანადო გაწმენდის ბიოლოგიური და მექანიკური გაწმენდის შემდეგ ჩაეშვება ზღვაში. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც ქალაქში არსებული ტბებისა და არხების სუფთავებსაც უკავშირდება, ზაფხულში დაიწყება, თუმცა რამდენად მოაგვარებს დაბინძურების პრობლემას, ამას დრო გვიჩვენებს.